მე გახლავართ ბიჭიკო ჩხაიძე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში. ჩემი საქმიანობა ეს მეთუნეობა მოდის ჩემი წინაპრებიდან. მამა ჩემი იყო დაკავებული ძირითადად ამ საქმიანობით და ბავშვობის ასაკიდან შევისწავლე მეც. და იმის შემდეგ ვაკეთებ სხვადასხვა ნაკეთობებს. საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი ავთენტური და იდენტური ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, ქვევრის ღვინო ისტორიულად და ქართული ქვევრის ღვინო ცნობილია მსოფლიო მასშტაბით და ვცდილობ რომ ბევრი ნაკეთობები დავამზადო. ჩემი სურვილი იყო რომ კერამიკული ნაკეთობები გამეკეთებინა და ბავშვობიდან მქონდა სურვილი რაღაცა ჭიქურის გაკეთების, ფაიფურის და ასეთი რაღაცეების და ამ დანადგარებით რითაც სენმა დამაფინანსა, ეს არის ელექტროქურა და ელექტროჩარხი, რომელზეც მე უკვე შევძლებ ასეთი რაღაცეების დამზადებას. ევროკავშირის მხარდაჭერით სენი აცხადებდა მწვანე გურიის საგრანტო პროგრამას, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, ახალი იდეები და გეგმები მაქვს ამ პროექტის დაფინანსებული დანადგარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ახლა ჭიქური, ფაიფური და ასე შემდეგ სხვა ნაკეთობების გაკეთება ძველ ქურაში არ შეიძლება, ვერ გავაკეთებთ იქ ასეთ რაღაცეებს, იმიტომ რომ იქ სხვა სპეციფიკა და სხვა სფეროა და ამით ბევრი თანამედროვე რაღაცა ნაწარმის გამოშვება შეიძლება შეექმნა, მასტერკლასების ჩატარება, არიან სურველები, ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, რომ შეისწავლონ ეს ხელობა და ამზადებ რაღაც პატარა ნაკეთობებს, შეიძლება რამოდენიმე დღეში გაშლეს და გამოწვამ ელექტროქუნაში და მოსწავლეებს თავისი ნაკეთობებიც გაატანო აჩუქო. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები აადვილებს შრომას, ხარჯს და ასე შემდეგ.